ფრჩხილის სოკო არ არის უბრალოდ კოსმეტიკა, ეს არის ინფექცია, რომელიც ვრცელდება და თუ ფრჩხილი გამოიყურება ყვითლად, გასქელებულია, მსხვერვადია და არ აქვს სასიამოვნო შესახედაობა და შეფერილობა, ძირითადად ეს არის სოკოს ინფექცია უმეტეს შემთხვევაში, რომელსაც ქვია ონიქომიკოზი. სოკოს ინფექცია აქვს ადამიანების 10% უზარმაზარ რაოდენობას და 50 წლის ზევით უკვე ადამიანების 20% ყოველ მეხუთე ადამიანს და როცა მკურნალობენ ვერ მოვირჩიან სოკო, ხშირად ამბობენ, ხო, მართალია, იმიტომ რომ ძნელი მოსარჩენია, რადგან ეს სოკო ცხოვრობს შიგნით ფრჩხილში, კერატინში და ჭამს ჩვენი ფრჩხილების მთავარ ცილას. კერატინს ამიტომ არღვევს ფრჩხილის სტრუქტურას. დღეს ვისაუბრებთ, როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს ეფექტურად და ნამდვილად და რატომ არ მუშაობს ამდენი სხვა მკურნალობები, თუ არსებობს რამე სახლის პირობებში, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რა არის ყველაზე მტკიცებებით გამყარებული მკურნალობის ფორმა, რომელიც არის უსაფრთხო და ძალიან ეფექტური, რომელიც საბოლოოდ დაგავიწყებთ სოკოს. პირველ რიგში ვთქვათ, როგორ ჩნდება სოკო. სოკო გადადის ადამიანიდან ადამიანზე და გადაეცემა ძირითადად ტენიან სველ ადგილებში, მაგალითად, როცა იზიარებენ აბაზანას ან სპორტ დარბაზებში, ან სპორტ დარბაზების აბანოებში, ძირითადად ფეხში შველად ადამიანები, ან აუზებზე, ესეთ ადგილებზე ადვილად გადადის სოკო. ასევე ფეხსაცმელების გაზიარებით, ან საერთო ნივთების გაზიარებით, ფრჩხილის საჭრელი მაკრატლის გაზიარებით შეიძლება. და ასე ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა სოკო. თუ ყურადღება არ მიაქცია, ნელ-ნელა სხვა თითებსაც გადაეცემა. თუ კიდევ ყურადღება არ მიაქცია, შეიძლება ხელის თითებსაც განვითარდეს, თუმცა ადვილად არ გადადის. ანუ სოკო უცებ ჯანსაღ ფრჩხილზე არ გადადის, ფრჩხილს უნდა ქონდეს მიკრო ტრავმა, პატარა დაზიანება, რომ სოკომ შეაღწიოს და შემდეგ იწყებს გამრავლებას. ეს არის ნელი პროცესი, უცებ არ ხდება და ზოგჯერ თვეების განმავლობაში ვითარდება ნელა და დაავადება პროგრესირებს. თუ ადამიანს შესუსტებული იმუნიტეტი აქვს, ან დიაბეტი აქვს, ან რამე სერიოზული სხვა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შეიძლება გართულდეს სოკო და გამოიწვიოს მეორადი ინფექცია და ეს ინფექციის გავრცელება, რაც სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს. შეიძლება ფეხის წყლული გამოიწვიოს მომავალში. ოღონდ თუ ადამიანი ზოგადად ჯანმრთელია, გარდა იმისა, რომ მთლიანად ზიანდება ფრჩხილები, რაიმე მნიშვნელოვანს სხვას არ იწვევს ხოლმე, ტკივილი თავიდან არ ახასიათებს, მაგრამ მერე შეიძლება ახასიათებდეს, როცა ფრჩხილი სქელდება ძალიან, ზიანდება და აწვება შემდეგ უკვე სარეცელს, ფრჩხილის სარეცელს, რომელსაც იწვევს ტკივილს. და საინტერესო ფაქტი ის არის, რომ თვითონ ეს სოკო ჭამს კერატინს, რომელიც არის ფრჩხილის მთავარი ცილა. გაგიათ კერატინი გავაუმჯობესოთ და ესე სილამაზის პროდუქტებში რომ გამოიყენება ხოლმე. და მეორეს მხრივ, რომ სქელდება ფრჩხილი, ეგეც კერატინია, კერატინის გამორცელდა, ბევრი კერატინის გამო სქელდება ფრჩხილი. ანუ ორგანიზმი როცა ხედავს, რომ მოკლედ ზიანდება მისი კერატინი, გამოყოფს კიდე მეტ კერატინს იმისთვის, რომ დაიცვას ფრჩხილი და ის სოკო ჭამს კიდე მეტ კერატინს და ფრჩხილები ესე სქელდება და რა თქმა უნდა, ანუ ვიზუალურადაც არ არის კაი შესახედი და ზიანდება, რა თქმა უნდა, და მისი გავრცელებაც შესაძლებელია. ასევე უნდა ვთქვათ, ათლეტის ფეხთან დაკავშირებით, აი ახლა ერევათ ხოლმე ზოგჯერ ათლეტის ფეხიცხო სოკოა და ესეც სოკოა. ანუ ერთი და იგივე ტიპის სოკოები კი იწვევს, მაგრამ ათლეტის ფეხის დროს არის, როცა ფეხის ფრჩხილის სოკო კი არაა მხოლოდ, ან ხელის ფრჩხილის სოკო, არამედ ფეხის თითებზე როცა ვრცელდება, კანზე ვრცელდება. რა თქმა უნდა, ის შეიძლება გავრცელდეს ფრჩხილშიც და ონიქომიკოზიც გამოიწვევს ფრჩხილის და ფრჩხილის სოკოვანი დაავადება, მაგრამ ათლეტის ფეხის შემთხვევაში ძირითადად განსხვავება ისაა, მოკლედ, რომ კანი ზიანდება, ანუ თითებს შორის კანი მაგალითად წითლდება, ეკავება და ასე იქერცლება და ზიანდება სოკოს გამო. და ამ შემთხვევაში ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, ზიანდება უშუალოდ ფრჩხილი, ანუ ფრჩხილზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხსაცმელები არის ერთ-ერთი მთავარი რეზერვუარი სოკოს სპორების, ამიტომ არის, რომ ფეხსაცმელების გაზიარება არ არის სასურველი, ეგ იწვევს ხოლმე გავრცელებას სოკოსაც, განსაკუთრებით ოჯახის წევრებში თუ იზიარებენ ხოლმე. ეხლა მოდი ვთქვათ მკურნალობაზე. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ
არ არსებობს ძალიან მაღალი ეფექტურობის რაიმე არაწამალი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ანუ თუ ვიღაცა გეტყვის რომ რაღაცა ეს აურია იმაში და ის აურია ამაში, ეფექტურობა იქნება ძალიან დაბალი. სოკოს განკურნების ეფექტურობა იქნება ძალიან დაბალი. ეხლა ვთქვათ, რას აქვს მაღალი ეფექტურობა. ტერბენაფინი არის ესეთი წამალი, 250 მგ დღეში ერთხელ გამოიყენება, დასალევია. ეგ არის ყველაზე მთავარი პრეპარატი, რის უნალობენ სოკოს. ეგ გამოიყენება 6 კვირის განმავლობაში თუ არის ფრჩხილების სოკო, თითის ფრჩხილების სოკო, 12 კვირის განმავლობაში თუ არის ფეხის ფრჩხილების სოკო. ტერბინაფინი არის პრეპარატი, რომელსაც აქვს თითქმის ეფექტურობა 80%. 80%-იანი ეფექტურობა აქვს. დღეში ერთხელ გამოიყენება საკვებთან ან საკვების გარეშე, არ აქვს მნიშვნელობა. საკვებთან ერთად ნაკლებად აღიზიანებს კუჭს თუ მგრძნობიარე საჭმლის მონელებელი სისტემა აქვს ადამიანს. ეს იგივე დროს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა დილას საღამოს თუ როცა უნდა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. ზოგადად ეს პრეპარატი არის უსაფრთხო, ძალიან მაღალი ეფექტურობა გააჩნია. ოღონდ აუცილებელია მისი გამოყენება აი ეს 6 ან 12 კვირის განმავლობაში და კარგი შეღწევადობა აქვს ფრჩხილებში, ამიტომ რომ ამ კერატინში და ამიტომ ძალიან ეფექტურია მოკლედ ეს პრეპარატი და ამიტომ არის რომ არაფერი სხვა წამალი მასთან ახლოს არ დგას, არც ლაქი, არც კრემი, არაფერი სხვა არ დგას მასთან ეფექტურობით ახლოს. ხო, ეს წამალი აშინებთ ხოლმე ადამიანებს და რა თქმა უნდა საყურადღებოა. რა თქმა უნდა რომ სასურველია რომ ექიმის რეკომენდაციით იყოს ხოლმე ნებისმიერი პრეპარატის გამოყენება და ეს ვიდეოც მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციით არის. რა უნდა იცოდეთ ახლა იმისთვის რომ ეფექტურობა ქონდეს მაღალი და ჯანმრთელობა საფრთხე არ შეუქმნას ტერბენაფინზე. ტერბენაფინს როცა იღებს ადამიანი, დღეში ერთხელ მიიღება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თავიდან უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქციები, რომ ნორმაში აქვს ღვიძლი. ან რამე სერიოზული ღვიძლის პრობლემა არ უნდა ქონდეს ადამიანს. ეგაა ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ზოგადად ძალიან უსაფრთხო წამალია, მაგრამ აი რაც უნდა ახსოვდეს ადამიანს, არის რომ ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ღვიძლის პრობლემები გამოიწვიოს, თუ ღვიძლი ისედაც აქვს სერიოზული პრობლემა. ანუ ღვიძლის რაიმე დაავადება თუ არა აქვს ადამიანს, როგორც წესი აბსოლუტურად უსაფრთხოა ეს პრეპარატი, თირკმელებისთვის უსაფრთხოა, ღვიძლისთვის ALT-AST-ს იკეთებენ ხოლმე, ანუ ღვიძლის ფუნქციის ანალიზი თავიდან რომ შეფასდეს ღვიძლი რა მდგომარეობაში და თუ ღვიძლი ნორმაშია, მერე პრეპარატის მიღება შესაძლებელია. თუ ადამიანი ზოგადად ჯანმრთელია, არ ჭირდება რომ ის გადაამოწმო ALT-AST-ს ზოგადად არ ჭირდება ხოლმე. თუ პრობლემური ადამიანი, რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გადაამოწმოს ALT-AST-ს და ყურადღება თავის ჯანმრთელობას უნდა მიაქციოს, მაგრამ თუ კი ღვიძლზე არ აქვს პრობლემა, როგორც წესი, ძალიან უსაფრთხოა მოკლედ. ყურადღება მისაქცევი არის წამალშორისი ურთიერთქმედება აქვს და მაგას უნდა მიაქციოს ყურადღება და განსაკუთრებით თუ იღებს ანტიდეპრესანტებს, არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ბეტა ბლოკერებს, ამ შემთხვევაში ყურადღება მისაქცევია. არ უნდა მიიღონ ეს ადამიანებმა ორსულობაში და ლაქტაციის დროს, არ უნდა მიიღონ თუ ალკოჰოლიკია ადამიანი არ შეიძლება, იმიტომ რომ ღვიძლის პრობლემები თუ აქვს, ან ღვიძლის სერიოზული დაავადება თუ აქვს, მაგ დროსაც არ არის რეკომენდებული ტერბენაფინის მიღება. მეორე პრეპარატი ეფინაკონაზოლი და ციკლოპიროქსი არის ლაქები ძირითადად, ან წასასმელი, თითზე წასასმელი ლაქია მოკლედ ესე. ორივე, ანუ ეფინაკონაზოლიც და ციკლოპიროქსიც დიდი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს ადამიანმა წაისვას, მაგალითად 48 კვირიდან 52 კვირამდე ყოველ დღე. ანუ თითქმის 1 წელი რა, 1 წლის განმავლობაში უნდა წაისვას. და ამ შემთხვევაშიც კი აქვს 30%-იანი ეფექტურობა. ანუ მაშინაც კი თუ ძალიან დიდხანს ისვავ, მაშინაც კი შედარებით დაბალი ეფექტურობა აქვს. ამიტოა მნიშვნელოვანი და ამიტომ არის ტერბენაფინს ძალიან დიდი როლი აქვს, რომ თუ უნდა ადამიანს სოკოსგან განკურნება, მოკლედ ტერბენაფინი არის ძალიან ეფექტური და 30 წელზე მეტია რაც გამოიყენება მსოფლიოში და უსაფრთხოება აქვს მაღალი და რამე ისეთი რომ რაღაც კითხვის ნიშნები, დიდი კითხვის ნიშნები მასთან მოკლედ არ არსებობს. ეხლა როცა სოკოს საწინააღმდეგო კრემს მაგალითად ეფინაკონაზოლს იყენებს ადამიანი, თავარი რა არის რომ უნდა ფეხი უნდა დაიბანოს კარგად, ხელის ფეხით საპინც უნდა დაიბანოს, უნდა გამშრალოს ფეხი კარგად და მე უნდა წაისვას. სასურველია რომ წაისვას ჩოტკით, არ ვიცი ქართულად რა ქვია. სასურველია რომ წაისვათ ჯაგრისით, ან ჯაგრისით უნდა მოხდეს მის დატანა, ფრჩხილის გარშემო მთლიანად, ფრჩხილის ქვეშად აუცილებელია, კარგად უნდა იყოს წასმული. ყოველ
საღამოს და საღამოთი უნდა იქნას დატოვებული. ეგ არის აზრი. 8 საათის შემდეგ შესაძლებელია მისი დაბანა. ყოველ დღე არის ასე აუცილებელი მიღება. იგივე პრინციპით გამოიყენება ლაქები, მაგალითად ციკლოპიროქსის ლაქი, რომელიც ფრჩხილზე წასასმელია, მისი მიღებაც, მის წასმაც ყოველ დღეა. რა თქმა უნდა, სხვა რამე არ უნდა წაისვა, ეს სხვა ლაქი, ჩვეულებრივი კოსმეტიკური ლაქი არ უნდა წაისვა და მერე არ უნდა გადაუსვა. ანუ ჩვეულებრივ დაბანილ გამშრალებულ ფრჩხილზე უნდა მოხდეს მისი წასმა ყოველ დღე. რო ვთქვათ, რომ არსებობს რაღაცა სახლის ფორმულარით შეიძლება სოკოსგან განკურნება, ესეთი არ არსებობს. როგორც წესი, უმეტესობა ტყუილია, რაც შედარებით რაც ეფექტურობა აქვს, ჩაის ხის ზეთი და პლუს ურეა. ესე იგი, ჩაის ხის ზეთი ეს ზეთებად იყიდება. ურეას კრემი, ხელის კრემები არის ურეა, რომელიც არბილებს და ათხელებს აი ამ კერატინს და ფრჩხილს. და არბილებს კანს და ანუ ჯერ ღამე უნდა წაისვა ეს ურეა და შემდეგ დილით უნდა 2-3 წვეთი უნდა გააზაო გამხსნელში. გამხსნელი ზეთი ძირითადად არის ხოლმე ან ქოქოსის ზეთი ან ზეითუნის ზეთი და მერე წაისვა ფრჩხილზე, ფრჩხილის გარშემო და ფრჩხილის ქვეშ. დღეში ერთხელ ან ორჯერ. ეს არის მიღების რეჟიმი და აი ასეთ შემთხვევაში ახლოს დგას მოკლედ კრემების ეფექტურობასთან, მაგრამ კრემებივით ეფექტური არა. ანუ სუსტი კრემიც კი, სოკოსაწინო კრემიც კი უფრო ძლიერია ვიდრე ეს სახლის კომბინაცია, მაგრამ რაღაც ზონაზე ეფექტურობა ამასაც აქვს, განსაკუთრებით შესანარჩუნებელი როგორც დამხმარე თერაპიად მაგალითად და ეს ურეას კრემი სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში ყოველ დღე უნდა წაისვა საღამოობით ადამიანმა, მერე კვირაში 3 ჯერ შემანარჩუნებლად და რაც შეეხება ეს ჩაის ხის ზეთი უნდა დაიტანოს თითზე, ფრჩხილზე ადამიანმა ყოველ დღე 6 თვის განმავლობაში ან 1 წლამდე შესაძლებელია იმისთვის რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ან გააქროს და უმკურნალოს სოკოს. ხო, ეხლა კიდე კითხვები იქნება, რომ აი რო არის სხვა კრემები ან ლაქები და ასე. მარტივად ვთქვათ, რეებია და რამდენი ეფექტურია. კლოტრიმაზოლი, რომელიც ძალიან იაფია, დაბალი ეფექტურობა აქვს, 5-დან 10%-მდე მოკლედ. აი ურეას თუ შეურევ, მაგალითად ურეათი თუ დაირბილებ ფრჩხილს, მაგ შემთხვევაში ეფექტურობა იზრდება, ან ჯერ ურეა და მერე ვთქვათ, დილით ვთქვათ კლოტრიმაზოლის გამოყენება. ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური ხდება. შეიძლება გაიზარდოს 15-20%-მდე ეფექტურობა. კეტოკონაზოლსაც დაახლოებით კლოტრიმაზოლივით ეფექტურობა აქვს, ახლოს არის, რაც ოდნავ უფრო ძლიერია. ბიფონაზოლი ორივეზე ცოტა უფრო ძლიერია, მაგალითად უფრო ძლიერია. მიკონაზოლი აი კლოტრიმაზოლთან, კეტოკონაზოლთან ახლოს არის, მაგრამ ოდნავ ძლიერია. ამოროლფინი არის ლაქი ფრჩხილის და ეს ამოროლფინი ეფექტურია შედარებით სხვებთან შედარებით 20%-მდე აქვს ეფექტურობა, რომელიც დღეში ერთხელ ან ორჯერ გამოიყენება ხოლმე 12 თვის განმავლობაში. აი ასე არის შესაძლებელი მკურნალობა, ანუ ყველაზე დიდი სიმართლეა რომ ტერბენაფინი არის სრულად მკურნალობა, თუ არა და მაშინ შესაძლებელია ურეას კრემთან ერთად ან სოკოსაწინააღმდეგო კრემის გამოყენება, ერთი საღამოს მეორე დილით, ან უბრალოდ სოკოსაწინააღმდეგო კრემი, ან სოკოსაწინააღმდეგო ლაქი, ან სახლის პირობებში ყველაზე პრიმიტიული არის ჩაის ხის ზეთი პლუს ურეას კრემი. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. თუ სურვილი გაქვთ რომ არხის განვითარებას ხელი შეუწყოთ, აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები, ბანკის მითითებული და მაგედან შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. ვისაც არ შეგიძლიათ დონაციის გაკეთება, უბრალოდ არხის და მოგწონთ არხი, შეგიძლიათ არხს დაეხმაროთ, დალაიქოთ, დაკომენტაროთ, გამოწეროთ, გააშეროთ. ეს YouTube-ის ალგორითმისთვის მნიშვნელოვანია და არხის განვითარებას ხელს უწყობთ. მადლობა რომ გაინტერესებთ, მადლობა რომ მისმენთ.